რუსეთის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული აგრესიის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ყველაზე მაღალ მწვერვალებზე ჩასულებიც გაეცნობიან. საქართველოს ოკუპაციის გარეშე რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. სპეციალურად შექმნილ ბუკლეტებს საქართველოს პარლამენტის წევრი და მთამსვლელი გია თორთლაძე ამერიკის მწვერვალებზე საკუთარი ხელით აიტანს. დეპუტატის განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი საშუალება კიდევ ერთხელ გაიგოს მთელმა მსოფლიომ, რომ რუსეთი ოკუპანტია. თორთლაძე ამერიკაში მიმდინარე კვირას გამგზავრება და იქ ერთი თვის განმავლობაში დარჩება. დებში მოახდენ ტრილოგიას, ანუ სამასვლას. ეს არის სამი უმაღლესი მწვერვალი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკის ორივე კონტინენტის სამი უმაღლესი მწვერვალი, აკონკაგუა, ოხოს დელ სალადო, რომელიც ასევე არის მსოფლიოს უმაღლესი ვულკანი და მერსედარიო, აი სამი მთაზე მოახდენ სოლო ასვლებს, ანუ მარტო ავალ ამ მთებზე. და რა თქმა უნდა, ჩემი ძირითადი ლოზუნგი არის და ჩემი ძირითადი ასე ვთქვათ დევიზი არის საქართველოს ოკუპანტების გარეშე და რუსეთმა შეიძლება დატოვოს საქართველო.